მოგესალმებით. მესამე ეპიზოდის დრო დადგა. ძალიან სასიამოვნო და კარგი სტუმრით შემოგიერთდებით. ცოტა ხანში კიდევ ერთი ძალიან დიდი ფორუმი გვიახლოვდება. ZZ მე-6-ე საბედნიეროდ. ევრობასკეტი დაიწყება 27 აგვისტოს. საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით. კი, ძალიან. ევროპული მასშტაბით თუ ვინმე რაღაცას წარმოადგენს, ყველა ჩვენ ჯგუფშია მე მგონი და ეს აღარ გვიკვირს უკვე. მაგრამ დაძლევადია მე მგონი. კი, დაძლევადია, მე დარწმუნებული ვარ, რომ დაძლევენ კიდევაც. ამ ნაკრებმა გვაჩვენა, რომ საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდია, თანაც ამას დაუმატეთ ორი NBA-ის ლეგიონერი, რომლებიც გადასარევ ფორმაში არიან, უბრალოდ ბითაძეც და განსაკუთრებით მამუკელაშვილი, რომელმაც საერთოდ NBA-ის რეკორდი დაამყარა, ხო, ნურაზეა ლაპარაკი, მოკლედ ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი და რაც თავარია მე იმეც ვიტოვებ, რომ ისე მაინც იქნება ჩვენი გულშემატკივრობა წარმოდგენილი, როგორც ეს პირველ ევრობასკეტზე იყო კლაიპედაში, როდესაც ქართველი გულშემატკივარი შექმნა ისეთი ატმოსფერო, რომ ფაქტობრივად ჩვენი ნაკრები თამაშობდა საკუთარ კედლებში. იმეც ვიტოვებ, რომ კვიპროსი არაა რთული თან ჩასასვლელად ჩვენი გულშემატკივრისთვისაც ძალიან ბევრი ქართველი ჩავა. მოდი ჩვენ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს ჩვენი გადაცემის რამდენიმე ძალიან კარგი წამოწყება. ერთი არის და დიდი მადლობა თქვენ აი ამ აქტივობისთვის, რომ უნდა გამოგვიგზავნოთ ვიდეო ნიჭიერი ბავშვების, რომელსაც თქვენ თვლით, თქვენი მეზობლის, შვილის, ძმისშვილის, ვინც იქნება, კი, ნებისმიერის, აი ამ მისამართზე, რომელსაც ხედავთ და ამ ვიდეოებს ჩვენი მაყურებელი იხილავს, საუკეთესოებს უკვე მოწონებების მიხედვით შეარჩევენ და ჩვენ მოიწონებთ ამ ვიდეოებს და ასე გადაწყდება ვინ არის გამარჯვებული. კი ბატონო, ჩვენ გამოვავლენთ გამარჯვებულებს და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყება. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ბევრია ისეთი დამწყები სპორტსმენი, რომელიც სპორტით დაკავებას ვერ ახერხებს ფინანსური რაღაც სიდუხჭირის გამო და ყველა ამასეთ ადამიანს თავაზობთ ჩვენს დახმარებას, ასევე აი ამ მისამართზე, რომელსაც თქვენ ხედავთ, გამოვაგზავნონ ვიდეო თავისი მცირე აღწერილობით, რომელიც სპორტით უნდა ამა თუ იმ ადამიანს, ბავშვს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მოზარდს დაკავება და ჩვენ შევეცდებით, რომ დაგეხმაროთ უზრუნველყოთ ყველანაირი საჭიროება. პირველ წარომდე აუცილებლად მივიტანთ ამას და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ბავშვი თავის ოცნებას აიხდენს და საყვარელი სპორტით დაკავდება. და სანამ სტუმართან გადავალთ, იქამდე თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება ყველა სოციალურ პლატფორმაზე, გამოგვიწერეთ, მოგვიწონეთ და შეგვიფასეთ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ახალ ფორმატში, განსხვავებულში ძალიან საინტერესო. ყველანაირს აუცილებლად გავითვალისწინებთ ამ ყველა შენიშვნებს. მოკლედ მე მგონი ყველა რა თქმა უნდა, მადლობა მხარდაჭერისთვის. მე მგონი ძირითადი ყველაფერი ვთქვით, რაც სათქმელი იყო და შეგვიძლია გადავიდეთ. შეგვიძლია დავაანონსოთ, რომ ჩვენი გადაცემის ძირითადი სტუმარი იქნება საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მოთამაშე ალექსანდრე ფევაძე, რომელმაც აი ამ წინასაშესარჩევ ეტაპზე საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი და მოდი ვნახოთ სუპერლიგაშიც ერთ-ერთი რა თქმა უნდა, მოკლედ მცირე ტიხარი და ჩვენ სტუდიაში ალექსანდრე ფევაძე შემოგვიერთდება. ალექსანდრე, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. პირველ რიგში შენთვის მე რამდენი ევრობასკეტია? ჩემთვის პირველი, მით უმეტეს. სადე მიუწოყოფილა. ძალიან მაგარი ამბავია, ესე იგი შენთვის. მოდი დავიწყოთ პირდაპირ ჯგუფიდან. როგორ შეაფასებ? საკმაოდ რთული ჯგუფი შეგვხვდათ. ჩვენ ვთქვით, რომ ძალიან სახელებით ძალიან რთული ჯგუფია. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. მადლობა რომ მოხვდი. კი ბატონო, ყოველთვის როცა ესეთ პროექტებში ყოველთვის კი ბატონო. მონაწილეობს. რაც შეეხება კენჭისყრას, შეიძლება ითქვას, რომ მარტივი ჯგუფი ნამდვილად არ შეგვხვდა. თუმცა ისიც სათქმელია, რომ ევროპის ჩემპიონატზე როცა გადიხარ, იქ უკვე მარტივ გასეირნებას არ ელოდები რა, არ არსებობს იქ ადვილი ჯგუფი. ერთადერთი ის იყო, რომ მეხუთე კალათიდან ჩემი აზრით ყველაზე რთული ჯგუფი შეხვდა, გუნდი შეხვდა უბრალოდ ბოსნია. რომელსაც სხვა მეხუთე კალათის გუნდებისგან განსხვავებით შეხვდა ძალიან კარგი მასპინძელი კვიპროსი, სადაც ბევრი ქართველია. კი, ბოსნია მაინც აქვს რაღაც საკალათბურთო კულტურა, კი, ყავთ NBA-ის მოთამაშეები, ყოფილიც და ახლანდელიც. თუმცა კარგი ფაქტია ის, რომ კვიპროსში ვთამაშობთ და ქართულ მაყურებელს შეიძლება ჩამოსვლა. ყველაზე ადვილი ალბათ კვიპროსში იყო. თუმცა ეხლა რა ვნახე, კენჭისყრის მერე გაძვირდა ბილეთები. როგორც ხდება ხოლმე. თუმცა დაამატებენ ალბათ ფრენებს და ველოდებით ქართულ გულშემატკივარს კარგი ამინდი, ზღვა და კალათბურთი. კი, ანუ ჩვენ შეიძლება ეს ვერ მოვახერხოთ მე და შენია, მაგრამ გულშემატკივარი თამაშებს შორის გარუჯვასაც მოახერხებს, ზღვა, საოცარი სამზარეულო, მოკლედ ყველაფერი კარგია კვიპროსზე და დაუვიწყარი ზაფხული შემოდგომა გველოდება უკვე საკალათბურთო თვალსაზრისით.
ნუ გამოკვეთილი ფავორიტი ყავს ამ ჯგუფს, რა თქმა უნდა, თანაც ორი ალბათ. დამეთანხმები იტალიასთან ყოველთვის თანაბარი ორთაბრძოლები ჰქონდა და ნუ ბოდიში მასპინძელთან, მაგრამ ერთ-ერთი აუტსაიდერი ალბათ კვიპროსი. კვიპროსი წესით ეგრე უნდა იყოს, რომ ყველასთან ალბათ დათმობს შეხვედრას, ხო იტალიას რაც შეეხება, ანუ იტალიის გადმოსახედიდან რო შევხედოთ, ანუ საქართველოს უკვე არავისთვის საჩუქარი არ არის, ანუ ამ ბიჭებმა თავისუფლად ალბათ იტალიაც იძახის, რომ აი ამ კალათიდან ყველაზე უხერხული იყო ინტერვიუ, იტალიის თავარი მსმენელის ინტერვიუ იყო, სადაც თქვა, რომ ძალიან რთული ჯგუფია და მხოლოდ ესპანეთს და საბერძნეთს არ გულისხმობო. ჩვენთან იტალიის ბოლო 3 შეხვედრა თუ არ ჩავს ამ ხანაგურს, ეხლა ზაფხულში სულ ბოლო წამებზე გადაწყდა და ყოველთვის წინა აი ისრაელში რო იყო ევრობასკეტი თუ გახსოვთ, ბოლო ხანაში კი აი და ატომემ რო დააფარა ბოლო წამზე შერმოს, აი სულ დაძაბული შეხვედრა არის და იტალიასაც აღარ ყავს ის თაობა ჩემი აზრით. აუცილებლად შეიძლება გამარჯვება ყველასთან, მაგრამ იტალიასთან ჩემი აზრით განსაკუთრებით. ხო, თუ ყავთ NBA-ის მოთამაშეები, ჩვენს ყავს NBA-ის ძალიან წარმატებული მოთამაშეები. იმ გოლებში, რომლებიც აი ამ ევრო შესარჩევმა აჩვენა, რომ რაღაც გარკვეულწილად სკამის ხრივ პრობლემას წარმოადგენდა. იგივე ბითაძეს რამდენიმე ადგილას შეუძლია თამაში, იგივე რა თქმა უნდა სანდროსაც მამუკელაშვილს და თან ორივეს ძალიან მაგარი სეზონი აქვს წელს. სანდრომ რეკორდი მოხსნა, გოგა უკვე დაიმკვიდრა ორივე მათგან. მაგრამ აი ჩვენი ნაკრები მომწონს. მე აი იგივე სერბიის სპეციალისტის ხელმძღვანელობით უკვე სხვანაირ კალათბურთს თამაშობს. იყო სხვა სტილი იგივე ზუროსის ხელმძღვანელობით, ჯაკიჩის ხელმძღვანელობით აბსოლუტურად განსხვავებული. აი შენ რა ხო აი როგორი არის? ცნობია, ჯერ არ გქონია ესეთი უშუალო შეხება თქვა როგორც თავადაც არ არის ისეთი გახსნილი, როგორც ზუროსი იყო მედიისთვის. როგორც რთული ხასიათის პიროვნება არის, თუმცა ძალიან კარგი ადამიანია პირველ რიგში და ხო რამინდოდა მე თქვა, როცა შეიცვალა თავარი მსვლელი ძალიან რთული არის ეგრევე მოთამაშეებისთვის და თვითონ ჯიკიჩისთვისაც თებერვალში შარშან როცა დანიასთან წავაგეთ და სერბეთთან თავიდან ხალხთა დებიუტი იყო მის. იმიტომ რომ რთული არის ახალი ფილოსოფია შემოაქვს საერთოდ განსხვავებული ზუროსისგან და ეგრევე ანუ 10 დღეში თამაშია დანიაში. და ანუ რთული იყო და როცა ეს უკვე გავიარეთ ეს ორი თამაში შემდეგ ზაფხულში უფრო გრძელი მოსამზადებელ პერიოდი უკვე ჩვენც ვიცით რა სიტყავს ის ჩვენგან მოთამაშეებისგან და ასე თუ ისე მოვერგეთ მის ფილოსოფიას რა ზუროსიც ჯიკიჩიც ორივე უმაღლესი დონის პროფესიონალია თუმცა სრულიად განსხვავებული შეხედულებები აქვს კალათბურთზე მე პირადად ჩემი მოგზაურებული აზრით ჯიკიჩის კალათბურთი უფრო მომწონს და ანუ მე თავს საინტერესოა ხო და კრიტიკაც მოყვა რა თავიდან ჯიკიჩი რო დაინიშნა მთავარ მწვრთნელად რაღაცა არა მე იცი რა მაინტერესებს ის ზუროსის ფილოსოფია უფრო ესადაგებოდა ქართულ კალათბურთს ხო და ამაზე იყო საუბარი ან გულშემატკივარი ამბობდა რომ თითქოს ზუროსი უფრო შეესაბამებოდა ჩვენს ნაკრებს არა ზუროს არაფერს არ უკარგავთ მან მომცა როგორ უნდა დაუკარგოთ კაცს მან მომცა მე შანსი რომ ნაკრებში დებიუტი მქონდა ყოველთვის მადლობელი ვიქნები მან გაიყვანა საქართველოს 16 საუკუნეში სოფლიოში და თამაშა ზუროსმა აწია. ხო, მისი სტილი უფრო იყო შიგნით თამაში, შერმადინზა შენგელიზე, რაც რა თქმა უნდა ბუნებრივი და ლოგიკური არის ორი საუკეთესო მოთამაშე ჩვენი ნაკრების. ჯიკის ანუ ცოტა განსხვავებული აი ესე რომ ვთქვა, მაგალითად ზოგჯერ 5 ნომერზე აყენებს თოკოს, ეხლა შენგელიას, ანუ უყვარს როცა 5 ნომერსაც შეუულია გასვლა პოპზე, ანუ პერიმეტრზე და მასაც ხო, ანუ სერბულთან ძალიან მიახლოვებული. ანუ პერიმეტრიან თამაში უფრო დაამატა ესე ვთვლი ჩვენს კალათბურთს. იცი რა მაინტერესებს, აი ამ პერსპექტივით, რასაც შენ ამბობ, იგივე სანდროს და გოგას დამატება, რამდენად აი შეცვლის, აი უფრო მე მგონი ეგ უფრო არის ამ პერსპექტივაზეა მე მგონი. ზუსტად ეგ არის რომ ანუ გოგაც თევასაც უმუშავია კლუბში ჯიკიჩთან ბუდუჩნოსში გოგასაც შეუულია NBA-ში ამას ნაკლებად აკეთებს თუმცა ძალიან ევროპაში ეს ძალიან აპრობირებულია ძალიან კარგად შეუძლია გოგას სამქულიანიდან სროლა და ასევე სანდროს შეუძლია უნივერსალური მოთამაშე არის 7 ჩააგდოს ფათაშორის ბოლოს შეუძლია 3 ნომერზე 4 ნომერზე და ანუ ისეთ ფიზიკურად ისეთ ძლიერია რომ 5 ნომერზეც თამაში ზუსტად ამ ტაქტიკაში ანუ ვფიქრობ რომ ძალიან კარგი კალათბურთს ვიხილავთ ჩვენი ნაკრებისგან საყურებლად და პირველ რიგში და მერე შედეგსაც
იმედია და სანახაობრივი თვალსაზრისით მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული თუ ატეტო კომპოებს არ ჩავთვლით ჩვენ აი სანდრო გოგა და იგივე შენგელია კი არა ნუ ჩვენ რა ვიცით ყველა თუ ნახოთ რა იქნება თავია ჯამთელად იყვნენ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ტრამვების გარეშე იმიტომ რომ გქონია ჩვენ ევრობასკეტები ისეთი როდესაც დავკლებია წამყვანი კალათბურთელები და ეს ძალიან აისახება ჩვენს ნაკრებზე. აი თუ როდიდან დაიწყება უკვე აი ძირითადი რაღაც შეიკრება ყველა მე როგორც ვიცი ივლისში ზუსტად ჯერჯერობით არ არის არაფერი. ხო, საკმაოდ ძელი კემპია მე როგორც ვიცი. ივლისში და გაგრძელება აგვისტოს ბოლომდე, იქნება უცხოეთში ტურნირები, თბილისში არ ვიცი თუ იქნება თამაში. ვისთან იქნება ამ ხანაგური შეხვედრები ამის შესახებაც ჯერ არ ვიცი. თბილისში ერთი ორჯერ ჩატარდა წინა ევროპის ჩემპიონატის თასი. ეხლა არ ვიცი ინფორმაცია არ მაქვს ნამდვილად. კარგი იქნება თუ აი ისეთი მაღალი დონის გუნდებთან გექნებათ თქვათ ამ ხანაგური შეხვედრები როგორც ეს არა ეგ ძირითადად ეგრე ეწყო იმიტომ ევრობასკეტის წინ ეწყო ბაზისში და ტურნირი იმიტომ მათაც უნდათ იმიტომ ევროპელების უმრავლესობა სამწუხაროდ იგივე მდგომარეობა აქვს რაც ჩვენ NBA-დან ვერ მოდიან ვერ იყენებენ ამ შესარჩევს ხო ეხლა რაც შეეხება სუპერლიგას რო გითხრათ აი როგორ მიმდინარეობს ეს სუპერლიგა და ძალიან წინა ეპიზოდებში ჩვენ საუბრობდით კომაგებთან და ზოგადად გულშემატკივრის როლზე ქართულ სპორტში რომელიც მოიკოჭლებს რა ასე ვთქვათ საქართველოს სუპერლიგაშიც იგივე სიტუაცია გასვლებზე უფრო მეტ დადის ხალხი არა და ანუ ეგეც რო გითხრათ რა იმიტომ რომ რაღაცნაირად რა სამივე ეპიზოდი რაც დავიწყეთ ეს გადაცემა მოვუწოდებთ გულშემატკივარს რომ რაღაცა დაუდგნენ შიდა ჩემპიონატს მეტი ყურადღება დაუვით თქვენთვისაც აი როგორც სპორტსმენისთვისაც საქართველოს ნაკრების თამაშებზე არ გაკლიათ ეგ და ხედავთ ყველა რომ ივსება დარბაზები და კომაგები არიან და სუპერლიგაში ეს აბსოლუტურად სხვა რეალობაა კი მეც შეუერთდები თქვენს მოწოდებას მოვუწოდებ ყველას რომ მოვიდნენ, თუმცა ესე მხოლოდ მოწოდებით, რავი, ალბათ რთული არის, ეს ალბათ ჩვენს კულტურაშიც ესეზის, რომ რავი, რაც მე ვუყურებ ნაკრების თამაშებზე, ფეხბურთში, კალათბურთში. იგივე სატკივო არის ყველაზე. დილეც ვერ იყიდი რო გინოდეს, ფეხბურთში ერთ საათში გაყიდული არის და იგივე ფეხბურთშიც შიდა ჩემპიონატი, კალათბურთშიც. მიმდინარეობს გულშემატკივრის გარეშე. კალათბურთში რაც შეეხება გასვლით შეხვედრ თამაშებში, ყოველთვის არიან და მე რუსთავში უფრო მიყვარს გასვლით თამაში თუმცა ანუ აი გირჩევნია თუნდაც მოწინააღმდეგე გულშემატკივარი როგორც სამსმართლა ანუ იმიტომ კი არა რომ იმიტომ რომ ჩვენს ყავს გულშემატკივარი რომ თესეუს ყოველთვის ახერხებს სტუდენტების შეკრებას ჩვენ ამის პრობლემა არ გვაქვს თუმცა მე ზოგადადაც მირჩევნია ანუ გასვლით მოწინააღმდეგე გულშემატკივრის წინაშე თამაში ხო ანუ თესეუს ყავს გულშემატკივარი ჩვენ ამის პრობლემა არ გვაქვს თუმცა სხვა გუნდებს კი მინდა ვთქვა რომ აი ძალიან რთულია როცა თამაშზე მიდიხარ გახურებაზე და ანუ ხედავ რომ ინტერესია რა ხალხის მხოლოდ ოჯახის წევრები ზიან ტრიბუნებზე და რთულია ამ დროს мотиваცია შეინარჩუნო რა თქმა უნდა უფრო დიდი мотиваციით თამაშობ როცა ხალხს ხედავ ხალხისთვისაა ეს სპორტი ზოგადად და როცა ხალხს ხედავ თუ გინდა ის შენს წინააღმდეგ იყოს ან მნიშვნელობა არ აქვს უფრო დიდი мотиваცია არის ამის გამოსწორება როგორ შეიძლება მოხერხდეს ნამდვილად არ ვიცი ძალიან რთული არის ფინანსებთან მივდივართ ალბათ ბოლოს და ბიზნესის ჩართულობას. კი რა, მეც ამას ვამბობ, რომ ფინანსები არიან, კლუბებს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ შეკრიბონ ეს ხალხი, რაღაცა გაუწიონ, თქვა ტრანსპორტირება, რაღაც მეც მგონია, რომ ფინანსები არის თავარი პრობლემა, არ აქვს კლუბებს იმხელა შესაძლებლობა, რომ რაღაც ეს ორგანიზება მოახდინოს. თან კავშირში არის, თუ ხალხი არ დაინტერესდება, ანუ შენ თუ შენი კლუბი ყავს, ანუ ბიზნესის თვალით ვერ შეხედავ, მაისურებს ვერ გაყიდი, ბილეთებს ვერ გაყიდი, რაღაც კომპანია ვერ შემოვა, რომ რაღაცა თუნდაც ტრაფიკოების რაღაც ობიექტი გახსნას. იცი, კერძო სექტორით არ არის დაინტერესებული, როგორც ფეხბურთში თქვა კლუბები არ აინტერესებთ, ისე არ აინტერესებთ კალათბურთში. იცი, კალათბურთშიც არის ეს პრობლემა, რომ ძალიან ადრეული ასაკიდან იწყება აქაც გადინება და სურვილი რომ დატოვონ შიდა ჩემპიონატი. კი, იმიტომ რომ თუ არ ამაღლდება დონე, ну რა თქმა უნდა ამაღლა ბოლო წლებში ამაღლდა გადის ჩემპიონი გუნდი FIBA Europa Cup-ზე. ეგ ძალიან კარგი ეგუნა შენარჩუნდა. შარშან ჩვენ ვიყავით წელს ქუთაისი. უნდა გავიდეს უფრო მეტი გუნდი და გაიზრდება, ანუ დონე იზრდება სუპერლიგის, რა თქმა უნდა, მწვრთნელთა მომზადება, ტაქტიკური მოთამაშეთა უფრო პროფესიონალურად უდგებიან.
რა თქმა უნდა დონე აიწია, თუმცა ეს რა თქმა უნდა არ უნდა დაუჯერეთ ამას, ჩვენ ისეთი ძლიერი ეროვნული ნაკრები გვყავს, რომ უფრო მაგარ შიდა ტურნირს ვიმსახურებთ. მე აუცილებლად უნდა გავაგზავნო ის თემა, რასაც შენ შეეხე. აი როგორც ჩანს, კალათბურთში განსაკუთრებულად საჭიროებს ეს გულშემატკივრის მუხტი. აი რას ნიშნავს შენთვის, აი როგორც უბრალოდ ნაკრების მოთამაშე, როგორც უბრალოდ მოთამაშისთვის, როდესაც გულშემატკივარი, აი რამდენად გადმოდის ეს ემოცია? ხო, ჩემთვის ანუ სულ ძალიან მინდოდა რომ აი ძველი სპორტის სახეში დავდიოდი სულ ნაკრების თამაშებს და სულ ოცნება მქონდა რომ გადავსებულ სპორტის სახეში მეთამაშა და მე როცა დებიუტი მქონდა კოვიდი იყო და ანუ გადავსებული ძველი სპორტის სახეში ანუ ვითამაშია ნახევარი მაყურე 30% იყო დაშვებული მე უკვე აღარ ტარდება თამაშები და აგზევით უნივერსიტეტის ახალ არენაზე ტარდება აქ მომიწია გადავსებულზე კი და ანუ ეს სულ სხვა აი რო ამბობენ მე 6-ე მოთამაშე ეს უბრალოდ სიტყვები არ არის რა ანუ მართლა ეხლა მაგათ გარეშე ვერ მოუგებდით ალბათ დანიას და ანუ ფეხბურთის გამოჩნდა ეგ რომ მაკედონიას უფრო სუსტ გუნდს ხალხის გარეშე ვერ მოუგეთ და ბევრად ძლიერ გუნდს საბერძნეთს ხალხთან ერთად მოუგეთ კი. კი აი ზუსტად იგივეს ვამბობ მე რომ აი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აი იგივე აი წარმოიდგინეთ ჩვენი სუპერლიგა მიდიოდეს იგივე შეფუთვით როგორც ევროპაშია სავსე ტრიბუნებით რამხელა მოტივაცია არაერთხელ მინახავ სუპერლიგის ძალიან მაღალი დონის თამაში ეს შეფუთე ისე როგორც საჭიროა და იქნება ძალიან კარგი სახურებელი. გადინებაზე ვსაუბრობდით წეღან რაღაცა დაიმკვიდრა მოკლედ კალათბურთის ამ ტენდენციამ თავი და აი ეხა მაგალითად სხვათა შორის აი ფეხბურთიდან განსხვავებით კალათბურთში ვხედავთ რომ ჯიკიჩი იძახებს სუპერლიგის მოთამაშეებსაც რა და აი ხა ევრობასკეტის წინ უნდა ველოდოთ რაღაც ანუ თუ გაქვთ ამაზე ინფორმაცია აი რაღაც თვითონ თქვენზეც ჯერ ხო არ ვიცით ვის გამოიძახებენ ვის არა რა განსხვავება გაქვთ წინასწარ ხო რა თქმა უნდა ყველა ანუ გარანტირებული არაფერი არ აქვს ეხა საფხულში იქნება შეკრება და ყველამ უნდა დაამტკიცოს რომ ღირსი არის იქ თამაშის იმიტომ რომ იქ უკვე ევროპის ჩემპიონატზე ყველას მოუწევს თავისი როლის შეტანა და ხო იქნებიან ალბათ ახალი სახეებიც აი მაგ დროს როგორ ხდება იგრძნობა რაღაც კონკურენცია რა თქმა უნდა არის იქ ვარჯიშებზე ისეთები ხდება რომ ანუ ეგ თამაშზე ეგრე რო ითამაშა ალბათ ორ წუთში გავარდები ანუ ხელით დაჭერები და გარსისხლიანები გამოვდივართ ვარჯიშიდან თუმცა ეს პროცესის ნაწილია ამით ერთმანეთს ვაძლიერებთ დამკვიდრება უნდა კი ზუსტად აძლიერებთ კი ზუსტად აი ფეხბურთის ნაკრების ბიჭებზე ამბობენ რომ აი ძალიან დამეგობრდნენ და ძალიან მეგობრულები არიან. თქვენთან როგორ არიან ნაკრებში? აი თუ მეგობრობთ რაღაცა სხვა საკენტროს თუ ატარებთ აი ნაკრების მესმისო კონკურენცია არის იმ დროს, როდესაც რა გაინტერესებს ნათლმიროდობა არის. არა, მაინტერესებს როგორი ურთიერთობა აქვს. ხა ჩვენ ხედავთ ზურიკო და კვარას ნუ ეგენი ბავშვობიდან ერთად მოდიან. და რაღაც ძალიან სასიამოვნოა ხო მაგის ყურება, რომ ძალიან დამეგობრებულები არიან. ფეხბურთზე ოდნავ წინ არის რა მხრივ ვიცი, რამდენიმე უფრო მეტი ისეთი საკალათბურთო აკადემია საიდანაც მოდიან ბავშვები. გინდა არ გინდა ფეხბურთში ორია, სადაც რაღაც 14 წლის შემდეგ იკრიბება ეს გუნდი, ეს არის დინამოს აკადემია, რომელიც ბირთვად იქცა ნაკრებისთვის და შემდეგ უკვე ეს იბერიას აკადემია, რომელმაც ასევე საკმაოდ ბევრი მისცა ნაკრებს და კალათბურთში ამ მხრივ ცოტა უკეთაა აქვს. ხო, მაგრამ სხვათა შორის კალათბურთის ეხა ამდენი წელია სპორტის ჟურნალისტად მუშაობის პერიოდში შემინიშნავს, აი კალათბურთი, რაღაცა აი დაპირისპირება თვითონ კალათბურთის ფედერაციაში კალათბურთელებშიც ნაკლებად გამოდის, ხო? გარეთ რაღაცა ძალიან შეკრული ოჯახივით არის თვითონ. ნუ მე ყოველ შემთხვევაში ესეთი ხო, ეს კონკურენცია არის იქ ვარ. არა, ეგ აუცილებლად სხვანაირად. ყველა ჩვენი გუნდს ვართ აი ამ კონკურენციას რო არ გძნობდე, შენ სხვანაირად იქნებოდა, ხო? ის გაძლიერებს, ანუ ჯიკიცას აქ ნათქვამი, რომ ჩვენ ყველა ერთი მიზნისთვის ვართ აქ რა. შეიძლება რამოდენიმე ბიჭი არის, რომელსაც გამოიძახა ეხლაც ფანჯარაზე და ანუ მოუწიათ ნაადრევად დატოვება, თუმცა ანუ ისინი აძლიერებენ ისინი რო არა ის ვარჯიშები ეგ ესეთი არ იქნებოდა და ყველას მიეცა. კი არა, მე ძალიან მომეწონა ეს მაზიაშვილის გამოჩენა, ეს ძალიან პატარა ბიჭები რო ანუ ყველა ტიპებმა დაინახეს რომ რეალური, აი ხელმისაწვდომია ნაკრებში თამაში კი, თამაშიც გამოიძახა. მიცა შანსი რომ ანუ ივარჯიშონ ესეთ ვარსკვლავებთან ერთად. აი რამხელა ის არის სტიმულია მათთვის წარმოიდგინეთ. კი, თორე ზოგადად ძალიან კარგი ატმოსფერო არის შიგნით ნაკრებში, რაც ჩემი აზრით, ანუ ბევრ დიდ საქმეს აკეთებს ამაში კაპიტანი რა თორნიკე შენგელია, ანუ მისი დამსახურება რომ ეხა ესეთი კარგი ატმოსფეროა და ზოგადად ბიჭების ხა ჩვენ ერთად მოვდივართ უმეტესობა და ანუ ძმაკაცოთ მეგობრობთ რა თქმა უნდა რა.
და ზოგადად ეს მეც თესეუში ცინცაძე არის, გუ არის კაპიტანი, მაგრამ ხო ანუ ხშირად თუ არ არის მე ვარ ვიცე-კაპიტანი და ანუ ძალიან რთულია მე პირადად აი რო გუნდში სათამაშო ქიმიის გარდა უნდა იყოს ზოგადად ანუ ატმოსფერო რა თქმა უნდა. კარგი ურთიერთობა ქიმია. აი ამას გულისხმობდი ზუსტად როგორც დანის თან თამაშის შემდეგ შენბატინმა დაანონსა რომ ბოლო ამთავრებო კარიერასო და რაღაცა ყველაზე ესეთი ასაკოვანი და გამოცდილი ბირთვი გამოგეცლებათ რა და რაღაც გულიც მწყდება მეც ამდენი წელია ესე უყურებთ გიორგის თამაშს. კიდევ ერთი ლეგენდა ტოვებს შარშან ბუნდა ანება ეხა შერმომ და შერმო ანუ ყოველთვის ნაკრებთან ერთად იყო ყოველთვის რავი რამდენი ქუა ექნება ჩაგდებული ან წუთინა თამაშები რა ვინ დათვლის და მართლაც ამ ნაკრებთან ერთად იზრდებოდა იცი აი სულ ჩვენ თვალწინ იყო და აი სულ ხვდებოდი რამდენად საჭირო მოთამაშე იყო და მაგ თაობამ მოიტავანა აქამდე ქართული კალათბურთი და ჩვენ ამას ვაფასებთ და ვცდილობთ რომ გავაგრძელოთ და რა შერმოსთვის იმედია ისეთი ევრობასკეტი იქნება რომ ყველაზე კარგ შედეგს დავდებთ ევრობასკეტების ისტორიაში. რეალურად აი თუ თანამედროვე კალათბურთის ტენდენციებს გავითვალისწინებთ და ჩვენი ნაკრების მობილურობას მე იმედი არ მიწყენან უმეტესობასთან მეგობრობ კიდევაც ერთ-ერთი საუკეთესო ფორმაციის ნაკრები გვეყოლება მე ასე მგონია კი იქ იმ ნაკრებს ყავდა ფაჩულია დაუშვათ მაგრამ არ იყო ეს რაღაც სხვა მობილურობა აი უკვე ევროპულ კალათბურთში ძალიან ინტეგრირებულები მე ესე მგონია. კი და არ უნდა დაგვაუწყდეს კამარ ბოლდუინი ახალი ლეგიონერი ძალიან მაგარი გამთამაშებელი არის. ეხლა ტრავმა რომ მიიღო აი ცოტა მაგ დროს შემეშინდა დანიასთან კამარას ყველას შეგვეშინა თუმცა ვთქვით რომ ეხლა ყველამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს. აი მაშინ აი კამარზე ახსენე და მაინტერესებს ყოველთვის რამდენიმე იცი ლეგიონერი ყავდა ორს განსაკუთრებით მისტიროდა ყველა თაობა რომ აი ტიპაჟებით ქართველები გაიჭიდნენ, მოდი ასე რომ ვთქვათ. აი ეს როგორია აი ამ გუნდთან და აი გულსხმელად გეტყვით რომ აი ნაკრებში კი არა, ანუ სუპერლიგაშიც არ მინახავს ესეთი თავმდაბალი ამერიკელი რომ ჩამოსულიყოს. ანუ ხანახო ვფიქრობ ეს თამაშობს ევროლიგაში თუ ჩვენ თქვენ რომ ანუ ერთს გაიგებ რომ ვაფშე იქ საერთოდ ოთახში შემოვიდეს რომ ანუ ერთს გაიგო და ძალიან ზრდილობიანი პიროვნება და თავმდაბალი ძალიან რა გქონია ჩვენ შეხება და ესე იგი კარგი დაგვაინტერესა და უკვე ძალიან კარგი ადამიანია და სემიაზრით ძალიან ძლიერი აი ჩვენ ხო აი რეალურად საქმეში სამ თამაში ვნახეთ ხო ხო აი სამ პირველივე თამაში დაიწყო მიუხედავად იმისა რომ პირველი არ იყო საუკეთესო მისი თამაში ნამდვილად ეთყობოდა რომ დიდი პოტენციალი აქვს ამ ბიჭს ხო ეხლა თუ ბუს წასვლის შემდეგ ალბათ ის იყო ვინც გჭირდებოდა რა გამთამაშებოდ აი ბუ მართლა ჩემთვის რატიც არ უნდა დაგვავიწყდეს ხო რატი კი თავის საქმეს ყოველთვის აკეთებს და ეხლა დანიასთან ბოლო მატჩში ძალიან კარგად ითამაშა და ჩაჭრებში რაღაც სხვანაირი ის აქვს ალღო მაგ ბიჭს კი დაცვაში ძალიან ძლიერი არის შენ რა გეგმები გაქვს თავის მხრივ ეს ევრობასკეტი შენთვისაც ძალიან დიდი შანსია ხო იმედი ხო იმედი მაქვს იქაც ვიქნები ევრობასკეტზეც და ეს რავი ტრამპლინი იქნება ჩემს კარიერაში ხო მეც მინდა რა თქმა უნდა რომ გავაგზელო უფრო ძლიერ ჩემპიონატში თამაში ევროპაში რა თქმა უნდა ისე რომელია საყვარელი ჩემპიონატი ის ევროპაში ალბათ ACV ესპანეთის უძლიერესი ალბათ ყველაზე ძლიერი ჩემპიონატია თამაშობდი ესპანეთში ოღონდ ქვედა ლიგაში რუმინეთშიც ვიყავი და შემდეგ აი ესეომრო FIBA ევროკაპის გუნდი გააკეთა შარშან დაუბრუნდი და მინდა რა თქმა უნდა მქონდა ვარიანტებიც წინა ზაფხულში ეხლა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე თუმცა ისეთი არა რომ წავსულიყავი და რავი დიდი იმედი მაქვს რომ ფრივო შემილია რომ უფრო მაღალ დონეზეც ვითამაშო და ისე არაერთხელ მყოლია კალათბურთელის სტუმრები და ხშირად იყოფა აზრი ამერიკული თუ ევროპული კალათბურთი შეიძლება კი ამ ბოლო დროს ხო ეხა ბევრი ამბობს რომ ევროლი რა თქმა უნდა მეც ევროლიგის ყურება უფრო მიყვარს იმიტომ რომ ანუ იქ რეგულარული სეზონი არ არის ისეთი საინტერესო უფრო შოუზე არის გათვლილი და ნუ პლეიოფებში უფრო იწყება კალათბურთი და ანუ ევროლიგას უფრო უყურებ ჩვენი დროითაც უფრო ისე დროს არის რომ უყურებ ხა დილით ბავშვობაში დილითაც ვიღვიძებდი და სიმართლე გითხრა ბოლო ჩემი საყვარელი მოთამაში რო წავიდა
NBA-დან გათენებას ვეღარ იმას შვები. ხო ვეღარ ვახერხებ, მაგრამ გაგიკვირდება ბარკლი იყო ბოლოს ჩემი საყვარელი კი აი ძალიან. ნუ ბეორდი დავიწყე, ბეორდი იყო საერთოდ აი ჩემთვის რაღაც მე ჯორდანი შემოვიდა, მაგრამ ბარკლი რაღაც ტიპაჟი იყო, ისეთი მიყვარდა. ხო, ანუ ევროპულ კალათბურთზე ესე ბევრი ეგრეა. შეიძლება ითქვას აფანატებს, თუმცა რა თქმა უნდა კალათბურთი ამერიკელების მოგონილი არის და ეხაც ოლიმპიადაზე მთელი გულით მაგათ გულშემატკივრობდი, აი რო წაეგოთ, არა, ნუ აი თეორიულად ლებრონი დურანტი კარი რო ერთად ჩამოდის და თან ამბობენ რომ შური უნდა ვიზიოთ და აგებენ, ანუ ძალიან ცუდი მაგრამ ბოლო შენ უყურებდი აუცილებლად იგივე ლეიკერსი ჩიკაგოს ბოლო თამაში, აი არ ვიცი, ეს მარტო NBA-ში შეიძლება მოხდეს რა, საოცრება იყო. და აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ისევ ნაკრებს მინდა დაუბრუნდეთ ბოლოსკენ უკვე, აი რა იქნება შენი აზრით ამ ნაკრების იგივე ჯიკიჩი მე თქვი კიდევაც რომ ძალიან პრაგმატული ადამიანიცაა თან, აი როგორ ფიქრობ რაღაც კონკრეტულ გეგმას დასახავს, რა იქნება დაუშვათ სამეული თუ უფრო მეტი მიზნისთვის ანუ ისე დაჯდა ეხა ცხრილიც არის უკვე ცნობილი ვისვე თამაშებით რომელ დღეს. კარგია რომ ბოლო ბოსნიასთან. ხო, რაღაც მხრივ კარგი არის, რაღაც შეიძლება ცუდი იყოს რომ შეიძლება გადაიღალო, თუმცა უნდა ხო ის განაწილებაც უკვე არ ეშლება არც მას, არც მის ასისტენტებს, როგორ უნდა დაალაგოს ევროპაზეც და მანამდეც, ანუ ყველაფერს არგებს ამ თამაშებს, ანუ ვარჯიშების განრიგსაც და დეი-ოფებსაც ისე ალაგებს, როგორც იქ იქნება რა თავარი ტურნირის დროს და ხო ბოლო თამაში, ბოლო ორი იქნება ალბათ, რა თქმა უნდა, ჯგუფიდან გასვლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა ჯიკიჩ შიგნით ანუ უთქვამს, რომ ძალიან მინდაო ტოპ 8-ში, ტოპ 8-ში რომ გავიდეთ, რაც არ მომხდარად, მე-11 ადგილი არის კლაიპედაში, ეს 2011-ში კი ევროპაზე და ამისთვის ანუ მე-4 ადგილიდან გასვლა უკვე ძალიან რთულია, იმიტომ რომ საფრანგეთის ჯგუფზე გავდივართ, როგორც ვიცი და იქ საფრანგეთი იქნება პირველი ან სლოვენია და ხო ანუ თუ სლოვენიაც საოცარი გუნდია კი. უკეთესი რა თქმა უნდა იქნება თუ მესამე ადგილით გახვალან მეორეთი, რაც ძალიან რთული იქნება და უფრო შედარებით სუსტ მეტოქე შეხვდებით, თუმცა ჯგუფიდან რო გახვალ უკვე წნეხიც გეხსნება და იქ ერთი თამაშია და სამაგეროთ შეიძლება აქ არ ტარდება თამაშები, მაგრამ ჩვენ შევეცდებით რომ ჩამოვიდეთ და გულშემატკივროთ. მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი ჯერ ქართველები იქ ისედაც მრავლად არიან, თემურიც მოვა ქეცბაია დარწმუნებული ვარ საგულშემატკივროდ და მოკლედ ძალიან დიდი ამბები იქნება. რაღაც ტენდენცია დაინერგა რომ მივდივართ ჩვენი ნაკრების გულშემატკივროდ და მგონია რომ ძალიან ბევრი ხალხი ჩავა. კი, აუცილებლად ბევრი ხალხი იქნება და მე კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ეს გამოცდილების და ბევრი ახალგაზრდის სინთეზი ძალიან წაადგება ამ ნაკრებს და აუცილებლად გაისწრიან. კი, თქვენს აი ოჩხიგიძემაც ამ თამაშებზე, ენდომას ჯიკიჩი. და აი ზუსტად დადგა ის დრო, როდესაც მამუკელაშვილმა და ბითაძემ თავისი ლიდერობა უნდა თქვა. ახალგაზრდები კი, ხო აი ზუსტად ისეთ პიკზე არიან ფორმის, რომ თავისი სათქმელი უნდა თქვან და მოკლედ ძალიან მაგარი ზაფხული გველოდება, ვიწყებთ ახალგაზრდური ნაკრების გულშემატკივრობით ფეხბურთში და ეგრევე გადავერთვებით კალათბურთზე ძალიან იმედიანად და რატომღაც მე ისე ვარ დარწმუნებული და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ალექსანდრე შენ სტუმრობისთვის, ბევრი წარმატებები და დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, იაქტიურეთ, გამოგვიწერეთ და იყავით ჩვენი ერთგული მაყურებელი. გამოგვიზონეთ აუცილებლად საინტერესო ვიდეოები, ჩვენ შევეცდებით რომ თქვენი ყველა საჭიროება როგორც წეგან აღვნიშნეთ და ვაკმაყოფილოთ იმ ადამიანების, რომლებიც ვერ ახერხებენ სხვადასხვა სპორტის სხვადასხვა მიზეზების გამო სხვადასხვა სპორტზე სიარულს და ჩვენ დაგიდგებით აუცილებლად გვერდზე. დიდი მადლობა შეხვედრამდე.